დამშვიდით, ჩიკო ცოცხალია, ჯანმრთელია, არც ერთი BMW-შნიკი არ დაშავებულა ამ ვიდეოს გადაღებისას, ყველაფერი კარგად არის. ერთი სიტყვით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ავარიას. მოკეთ რეივს არ ნახა, ყველანაირი უხეში იყო, ერთი ავარია გვაკლა და ჩიკომ დააგვირგვინა ეგრევე. ყველაფერი კარგად არის, რამოდენიმე თვის წინ მოკეთ ჩიკოს მოვიდა ესეთი პატარა ინციდენტი, BMW ტრაქს იქნებსონა თქომია და მოუქნია და გადავარდა გზიდან, მაგ ყველაფერს კი მოვაყოლებთ ჩიკოს დეტალურად, უფრო რა მოხდა, როგორ მოხდა, რას მაიმუნობდა და ვაფშე რას ჭაობდა, მაგრამ მეც ზოგადად ორიოდე სიტყვით სიტუაციას აგიხსნით. ერთი სიტყვით ჩიკო მიდიოდა თავის მეგობრებთან ერთად სადღაც შეხვედრაზე, პატარა ქარმითი ეწყობოდა ესეთი და ნუ იქ მოვიდა რაღაც გზიდან გადავარდა. და გავაფუჭა დააზიანა, საკმაოდ კარგად დააზიანა მანქანა და ნუ იმის მერე რამოდენიმე თვე გავიდა და ესე ნელ-ნელა დაიწყო კეთება. მოგეთ, რასაც ხედავთ, კრილოები ორივე მოხსნილია, ორივე დაჭეჭყილია, ბამპერი განადგურებულია, ფარები არაყენია, იმიტომ ორივე ფარი ნაგავში აგდია, გაფუჭებულია. რადიატორები გაუფუჭდა კიდე, ესე ალვოლინის ანტიფრიზი ხო გამოვიდა და გამოვიდა. ნუ კაროჩე, რაღაც საშინო გიტარებიც გაფუჭდა, ეგენიც მიაყენა, ეხლა რაღაც run and drive გაეხადა. ანუ ხელი შეავლო, რომ თან თვითონაც ნერვიულობდა მანქანა მუშაობს, არ მუშაობს, ან მაგრა დაიძაბა მაგაზე, იმიტომ რომ საკმაოდ ისია, გადარჩენილია, ბეწვის ხიძე გაიარა დრიფტით და ნუ გადარჩა, იმიტომ რომ შეიძლებოდა ამოკირავებულიყო ისეთ ადგილას ჩავარდა, ჩასრიალდა. მოგეთ ახლა გავუყვეთ უკანაც არის რაღაცები უკარა სალონში. აი მან მოვდივარ ზუსტად ხა კარი დაკეტილია, ჯერ არის ის რო აქვართა ვიდეოს უყურეთ, აირბაგები მოგეთ ააფეთქა. კაროჩ გაატოტალა იმენა მანქანა. ძალიან ნერვიულობდა მაგაზე, ძალიან ნერვიულობდა რომ დავაწყნართ ყველაფერი მერე ჩვენ რა თქმა უნდა უკვე ძმაკაცებისთვის ვართ რომ ვეღადაოთ. აი მენ არ გაზდის. აი ჩიკო ხო ყველას გვეღადავა, ყველას ხო სახეს გვაძრობს. როგორც კი რაღაცას ეტყვი რომ აი რა მოგივიდა შეჭე ეგრევე დგება და რაღაცებს გიხიპიშება. მოგეთ, ნუ რას ვიზავთ ნერვიულობს მაგაზე, მაგრამ ძმაკაცები იმისთვის ვართ რომ დაგდებულზე ურტყათ, იმიტომ რომ შეიძლება წამოდგეს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა და ჩვენ შევპირდით ჩიკოს, იმიტომ მართლა განიცადა ეს სახსალამათი მანქანა, გახსოვს როგორი იყო, რომ შემოემტრა, ძალიან განიცადა, ნერვიულობდა და ჩვენ შევპირდით, ნუ მე და გიო შევპირდით დინარაძე, რომ დავეხმარებოდით ამ მანქანის აწყობაში. ეხლა რა ხდება? თავისი ინიციატივით რა თქმა უნდა დაიწყო უკვე გაკეთება, გაკეთებაში გულისხმობ, რომ ანუ გიტარები აყენიან, ის რადიატორები აყენია და აყენა ანტიფრიზი ჩაასხა ისე ვალვოსი რა თქმა უნდა და ნუ გადაქოკა run and drive არის, ანუ მეტი არაფერი არ გაუკეთებია. თან რაც ეს მანქანა გადავეცით, იმის მერე რაღაცეების გაკეთება უნდა ყოველგამე წეს, რუჩნიკი დავაყენო, M2-ის ბამპერი დავაყენო, რაღაც ფარები ხო არ შევცვალო და ის ხო არ ქნა, ეს ხო არ ქნა, რაღაცებს მიედმოედება და იმის თქმა მინდა რომ ანუ მაინც უნდოდა რომ რაღაც გაეკეთებინა, უფრო ბრუტალური და უხეში რომ გაიხადა ეს მანქანა. ნუ როგორც ხდება ხო ბავშვობაში ძალით რომ ბოტასებს ხედავდით ხოლმე რომ ახალი ეყიდა ჩობლას რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა გაფუჭდა ეს მანქანა და ჩვენც მოგვეცა შანსიო ჩიკო გავახაროთ. ანუ გავახაროთ იმითი რომ M2-ის ABS-ი უყიდეთ. ჯერ არის ის. უყიდეთ M2-ის ABS-ი, ანუ ABS-ში შედის რა? ბამპერები, კრილოები, უკანა ბამპერი შედის, კიდე მე მგონი რაც კარნიზები, აღარც მახსოვს, თლიანი კიტი უყიდეთ ერთი სიტყვით M2-ის, რომელიც დგება ამ მანქანაზე, ანუ M2 რო გახდეს, გარედან ვიზუალურად, ფარები რესტის უყიდეთ M2-ის და ანუ M2-ის, ანუ M2 უკვე BMW-ში ყובה წავედი კი ჩიკოსკენ. მოგეთ, ვინაიდან ეს მანქანა აყენია ჩვენი მეგობრის, საერთო მეგობრის, მატე როჭიკაშვილის, ანუ ამ მანქანითაც ისნოდით, ალბათ, მატე როჭიკაშვილის პარკინგზე, აქ თავის მანქანები აქვს, საქმეები, რაღაცეები, ეზო არის. ძალიან მარტივია რომ ეს მანქანა აქედან მოვიპაროთ, იმიტომ რომ ნუ გასაღები მათესთან არის დატოვებული, ამას გავაგებთ, ევაკუატორზე ავაგებთ და წავიყვანთ, რომ ეს ABS-ი, ანუ ეს ბოდიკიტი M2-ის მოვარგოთ. ეგ ძალიან მარტივია, მაგრამ ეხლა სანამ ის მოერგება, სანამ მე მოიხსნება, სანამ შეიღებება, სანამ გაშრება, სანამ უკან მიყენდება, ნუ ეგ სისულელი, ეგ მარტო MTV-ზე იყო ხოლმე, რაღაცებს რო უკეთებ, მანქანას უპარავდნენ და ვითომ პატრონს რო უკეთებდნენ. ჩვენ შემთხვევაში რეალობაში ეგრე არ გამოდის. ამიტომ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ის ეს, რომ აქედან მანქანა წავიყვანოთ, ბოდიკიტი, ბამპერები, თავის ფარები დავაყენოთ და მე ჩიკო მივიყვანოთ და ვანახოთ ეს მანქანა და ნუ რაღაც უკვე სურპრიზი იქნება და დანარჩენს ეხლა შეიღებება და დაივარცხნება ეს მანქანა და როგორც უნდა იყოს ესეთი გახდება. დანარჩენს თვითონ გააგზელებს. ხო, დანარჩენს მიხედავს მე რაღაცებს. სანამ ამ მანქანას წავიყვანთ, ეს თავისი პირით უნდა მოვაყოლოთ, იმიტომ რომ ნუ ეგ არის აი გადაობა, აი
როგორ ყვება იცი აი 20-ით მიდიოდა და თავის მანქანა სადღაც გავარდა აი უნდა მოვაყოლ და რაღაცას რო ჩავეკითხებით ხომ ნერვები ეშლება ეხლა ვიდეოს გადაღებას ვაპირებთ რო უთხარით იქ რა თქმა უნდა ნერვები არ მოეშლება მაგრამ შეატყობთ სახეზე როგორ იძაბება აი მაგას შეატყობთ არ აღიარეს მოკლედ აი მანქანამ თავისით მოაცურა ნუ ყველაფერი ხდება რა თქმა უნდა ანუ იმას კი არ ვიძახი რომ ეგრე არ იყო და სხვანაირად მოხდა მაგრამ შვიდობით რომ დასრულდა ყველაფერი всё უკვე მაგის მერე ტკბილად მოგონება უნდა დარჩეს და ტკბილად რომ დარჩეს ეს მოგონება უნდა რაღაცა ცოტა იუმორში გავატაროთ ეხლა თუ დაუგრუზეთ და მანქანა დაინტვა და თესოლო შეიძლება რაღაცა მართლა ჩვენი ნაციონალური მანქანა დაამტრიეს ეგრე არ გამოდის მაგრამ უნდა აი თვალებზე შეატყობთ როგორ იძაბება როგორც კი რამეს ეკითხები მოკლედ ჩვენი ზღადაგშელი ეს მანქანა წავიყვანოთ ეს ბოდიკიტი მოვარგოთ ბამპერები იმ ადგილას უნდა ავიდეთ აუცილებლად უნდა ავიდეთ მე ის რომ დაინტვა მეც ავედი გადავიღეთ რაღაც კადრები გვაქვს იმებს ჩავსვა და იქ ადგილზე მოვაყოლოთ თუ რა მოხდა და სად მოცურდა რის გამო მოცურდა და რანაირად მოცურდა გულდასაწყვეტია ნამდვილად იმიტომ რომ წინ მოსასმენ გაფრენს მოვისმენ ხო კი სპარსულს გაფრენს გადაშლის მოვისმენ გულდასაწყვეტია მართლა თვითონაც ძალიან ეწყინა იმიტომ მართლა უნაკაცრო მანქანა იყო მაგრამ მოგვესა მიზეზი რომ გავა M2-ოთ. ამ მანქანას ახლა წავიყვანთ, ევაკუატორით გადავიყვანთ, მერე ჩიკოსას გავვლით, მოვაყოლოთ მაგ ყველაფერს და ნუ რამოდენიმე დღეში რომ მოარგებენ ამ ბოდიკის ჩიკოსას მივიყვანთ, ამ ყველაფერს რასაც ყვები ამ ვიდეოში ნახავთ. ანუ აწყობილს ნახავთ უკვე ამ ვიდეოში. წავედით უკვე დროა მოვიპაროთ ჩვენი ავტომობილი. მაგრამ სანამ ჩიკოსთან მივალთ, ძალიან კარგი სიახლე მაქვს თქვენთვის. თეგეტაში დაიწყო ესეთი კამპანია გაიარე მეტი, რაც მოიცავს იმას, რომ აქ გაკეთებული ავტომობილები და აქ დამონტაჟებული მაღალხარისხიანი ნაწილებით ავტომობილს აქვს საშუალება, რომ გაიაროს მეტი. ამასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს ის, რომ თეგეტა მოტორსმა გადმოგცა 4 ბრიჯსტოუნის საბურავი, რომ გავათამაშოთ ჩვენს არხზე. ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. ამ ვიდეოს ქვეშ უნდა დაწეროთ კომენტარი ჰეშტეგით გაიარე მეტი ბრიჯსტოუნით. რა თქმა უნდა ეს ვიდეო დალაიქებული უნდა გქონდეთ და რა თქმა უნდა არხი გამოწერილი უნდა გქონდეთ. აქედან ერთ-ერთ გამარჯვებულს ავარჩევთ რა კომპიუტერში ჩავწერთ როგორც ვაკეთებთ ხოლმე სხვა გათამაშებებს უყურებთ ხოლმე თქვენ და იცით რენდომად ამოვარდება ერთი მონაწილე და იმას გადაეცემა 4 ბრიჯსტოუნის საბურავი. ასევე ჩვენ ჩიკოს უნდა ვაჩუქოთ 2 ბრიჯსტოუნ ტურანზა რომ აღარ მოცურდეს სადმე და აღარ დაილეცოს. და ეს არის რიგით მეორე გათამაშება, სადაც ჩვენ ვათამაშებთ 4 საბურავს თეგეტასგან. ნუ ერთი სიტყვით ველოდებით თქვენ კომენტარებს, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ასევე კომენტარი არის მნიშვნელოვანი, ეგ უნდა გეწეროთ და ვიდეოს დაალაიქეთ. ეგ კომენტარები ამ ვიდეოს ქვეშ უნდა ეწეროს. ჩვენი ულამაზესი ბოქსი კორვეტით თეგეტა უხეშით უკვე აქ არის ჩიკოს მანქანა მოყვანილი. იმ ეტაპზე არის მიყვანილი, რომელსაც პირდებოდით, ანუ შეღება აჭირდება, აწყობილია, ბამპერები აყენია, ყველაფერი თავის ადგილას არის. ნუ შეღებას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეხლა სანამ ჩვენ შევღებათ უკვე დავიწვევით ყველა ვარიანტი, იმიტომ სანამ ეს მანქანა შეიკრება, სანამ დაიშლება, სანამ აიწყობა ახლიდან, ნუ გამორიცხულია, ჩიკო გაიგებს. ამიტომ უკვე აწყობილია, დანარჩენს უკვე ვიდეოს გარეშე შევღებეთ. მაგრამ სანამ ამ მანქანას დავათვალიერეთ, ეხლა წავიდეთ, ჩიკო შევხვდეთ, ავიყვანოთ იმ ადგილას, სადაც დაილეცა, სადაც მოუცურდა მანქანა და მოვაყოლოთ თუ რა მოხდა. რა შვები შეჩემა? სალია დღეს? ბიჭო, ბიარზის ხოვდავ ეხა რაღაცა ვფიქრობ შეჯიბზე გამოსვას და დახმარება მინდა თუ ქსალია რა. ხო, გაზარი არ გქონდა გამომიარეთ რა. კაი, სად ხარ, სახში? ხო. კაი, გიოც შენთან ერთადაა და გამოვალთ რა. და ერთ ადგილას უნდა გამოყვე რა კიდე რა, მე რა გეტყვი რო გნახა. Хорошо, კაი. ჩაციებული ჰელი დაითრე მოვდიო. დავაი, გაიჩით. მე მოკლედ ვინც 8 აპრილს იყავით გარეთ გამოსულები დაპლიუსტით, იმიტომ რომ 2 საათია დიღვის მასის ვერ გავწდით. მოკლედ ისეთი საცობები იყო, ძლივს მოვახციეთ. 3 საათია მე გონ გზაში ვართ. ჩიკოს ეხა მოვა. ჩიკოს გადმოვწიეთ. ამოდი ტაქსით მეთქი. ჩაო, მანო. კატვაელი. ცოტა შეიძლება.
გენდოებაში. ჩაო. Короче, ძმაო, იმენა 3 საათია მოვდივართ შენთან. ეს რამდენი ხანია მოდიოდი ჭავჭავაძეს პიზდეცი? Короче, ეხლა მივდივართ ძმაო იმ ადგილას, სადაც შენ დაიწვერე. ვაზი წავიდეთ. არა, просто იმენა უნდა მოგვიყვე ხა რა მოხდა როგორ მაგვიანდება. ჩამოვა. ჭორები გაბაზრდა. იმიტომ იქ რაღაცები დაიდო სურათები, რაღაც პატარა ვიდეოები. და შენი აღიარო. ბორკოლები უნდა წამომეყო ესე და მე ხელით რო არ შენ წავკისი წავ. დანაშაულის ადგილს, აი ეგრე უნდა გაგაშვენო ხოლმე. გამაშვენო. ახ მოვცურდი იქ ჩავარდი. გამსტრონგეთ. სწორად ხომ მივდივარ. ამ გზას რა დავიწყებ შეჭი. თავიდან მეც ეს გავიარე, მე გავჩერე. აქ მაგარ ხოძე იყავი, ხო? სანამ მივალთ 1-2 სიტყვით. ეგ ისტორია არის. ხო რომ დაურეკე და მეთქი რაღაცა გულს გადავაყოლებინა და რომ დამაჯვა და რომ ვიჩხუბეთ და რომ გავუთიშელა. ურეკა მეთქი სად მოგიცურდა და რა მომიცურდა ჯიმი ბიჭუჯი. ანუ შენი ბრალი არის, ხო? იტოში რა მოხდა? დამირეკა და მეღადავებოდა რაღაცეებს და აი და რაღაცეები და მეც ახლა უყურებ მანგანას გდია და ეს მირეკავს დამცინის. თან მაგარი სალტო გააკეთე იმენა. რა მოხდა ახლა ჯერ 2 სიტყვით აქ მოგიყვე და მე ადგილზე ავხსნათ. არა ვიცი, აბა ვინ იცი. იდოქში ვისაც X5-ის ვიდეო არა გაქვთ ნანახი, ამოანათ ეს როგორ შვები ხოლმე? როდესაც გაზაობთ, ეცადეთ ნაკლები იხვანცალოთ. მართლა ვიზახი. მეორე, როდესაც გაზაობთ. ესი არ უნდა იждეთ. ერთი ხელით არ უნდა მართავდეთ საჭეს, იმიტომ აი ესე რომ მოგიცურდეს მანქანა ვერ გაასწორებ. და ეს მე ჩათესლილი და ჩათენთილი ხელი გაიკეთეთ ტრაქში, იმიტომ რომ ვერ ატარებ, ვერანაირად. აი ჩემ ჩათესლილი ხელი. ძალი ხელით ვეღარ გაასწორე? დაიწყე თავიდან მართლა, თქვი ხა რა იყო. ბიჭო არაფერი, რა ჩეულებრივად ეს. სტანდარტული არა, ჩეულებრივი. ზუსტად ეგ თქვი, რა ფანდურობდი. ფანდურობდი? მოგები რა დღე იყო სათვიდიო. 28 თუ 26 არა, დღე თარი იქია რატო რომელი საათი? პრეფესტი იყო და მან მივდიოდით მე და მათე. წყნარად. ხო და მივდიოდით ესე საკაიფოდ მივზიზინებდით და იქ პროცესზე როგორ აღმოჩნდი? პროცესზე როგორ აღმოჩნდი გეტყვი ძმაო. მანქანას დაუაბგონე და რომ გაგასაიდანაც არის გადაღებული, ხო? ხო. კიდე კაი კადრი მაინც შემოგვინახეს. სამახსოვროდ არის. მერე? ხო და მაგ მანქანას დაუაბგონე, მოცურება არ მქონდა გათიშული. ანუ მარა მოცურდა, გაზის პედალი რო გაითიშა, გაიქნია ტრაკი. აუში და ბეც მიენდა. არა, ერთი რო გაიქნია, მაგამე ტორმუზა ვაფშე არ შემხვდარო, არა, მეთქი იქნებ ინერციით ან რაღაცით. და რატომ მოიქნია? ხო და თავისი ჩეჩემა პროსტა. ინერციით, ანუ აბგონის დროს თან რო არც ველოდებოდი რომ რაღაცა დაბუქსავდებოდა და მოცურდებოდა, ვიჭეკი წყნარად შვიდად. ოკეი, შენები. პროსტა გაზგაყრილი მიფრინავდი, ხო? მე არა, მეორე იყო ან მესამე რა, ანუ გაზგაყრილი რაღაცა რაკეტა არ იყო და სოფია პროსტა ხოლმე მაგას დაურეკო გისია. დაურეკე რა, ანუ აი ეს დაურეკე ძმობას დაურეკე მოაყვალე. მაი პატარტი რაღაც გაფრენს ყო. პაუზა ავიღოთ 1 წუთი და მე იმას ნერი გავაგზელოთ. ჩიკო რაღაც გაფრენს გვიყვება. ძმობას გაფიცებ, როგორ დაიმტვრა მოყევი რა. 2 სიტყვით. არაფერი წნარად მიდიოდა, ხო იცი როგორც იცის ხოლმე, ვაფშე ტრექსი არ ვსწრივა და თავისი მიწონ ბლოკირებული ხიტი დაცვალებდა რა, იცეპლენიას უგიზიანებდა. ჩამოვჭი ერთ მოსახლეში მეტი ვსტრეჩნი მოდიწერა ჩიკოს ясნი ხო სტრეჩნი აშიაშინე და იგი დავაი დააჭრა და ერთ სამში ჩიკო ლაპტოპში მეტი გამიდა სპაირანზე მაგარი მაინც ჩემთვის ის მომენტი იყო რომ პირველი გადავედი და მეტი ჩიკო რა მოხდა და ამ ტურბოს ხო ვერ დაუნუღამია გაჩი უცებ იმ ხელა წნევაზე გადის ხოაზე ხარ ვეღარ იჭერს რა იმენა დედამო წნევა უეჭველი შპილტაზე გონდა და გამოვადრო ოღონ ზადნიცი ვინ სალიარკა გაიხო გაიც გაიხარე თუ რაღაცას გვაბოლებდა კარგად გიყავ თავდაშენის ვენტილატორი ადგილზე ტრიალებს მაგას არ უსმენ
გაიხარე მათე მიდი. მე გავდა. ანუ კაი, დაიწყე მე. ეხლა გადავიდეთ იმაზე. რა პირველი რეაქცია რომ იმტრევი რა ასაკეთებ. ას ვაკეთებ შეჩემა და გამარამში რაღაცა მეთქი ანუ პატარა იქნება და ერთი მონაკვეთია. მაგადა როგორ გადმოხვედი, მაგრამ კარი ხო დაბლოკილი. ანუ აი განახებთ რა, ანუ ხო სწორია ყველგან შეჭ და ის სადაც მე ვგდივარ ის არის ღრმა. ხო, აი მე რო ავედი ავედი შეჩემ მეორე მხარეს კარები გავანგრიე გამოუძრე. ის გაიღო იქეთა კარი. ხო დავიძახი და ხა? იქეთა კარი გაიღო თუ იქეთა. არიღებოდა კრილო გაღუნული იყო და 8 წელი აიხსნა. ფანჯრიდან ვერ გადაძვერი შეჩი. აწეული იყო შეჩემ. ფანჯარა ვერ ჩამოწია. დენი გაედია. ხო, აი მოგი მართლა მოხვდა თუ არა? არა, 2 წელი გაიხსნა გვერდები, რული და სიდენია და ტორპედო არ გაიხსნა, იმიტომ რომ წინ არ იმიტომ რომ არ დევს ალბათ და მანქანა გაჩუქეთ შეჩემა. გამოსა დაივაზრა ეს სწორზე წდება იმ. ოი მენ. არა, ტურბოს ხო ვერ დაუმოღო მე კაც. მე შეჩემა ხო ვერ ამოყვავდა, ხო ღრმადებდო. ლაფატკა ვიჩალიჩეთ, ნიკუშა მამოგვიტანა. ის ერთი წელი ლაფატკა როა საძმაკაცოში ყველა ერთმანეთს რო ჩუქნის და როგორ მაღამე გამოვიყენე ის დედა რაღაც ლაფატკა აიტოქში მათეს აჭუქა მათეს ძმა მე მათემ ვერ 2 წელია კატავა იმან კიდე ვიღაცას ვიღე ბოლოს ნიკუშასთან აღმოჩნდა რამზე და ნიკუშას ურეკავთ ვიცით ვაკეშია და მეთქი ნიკუშ ლაფატკა გჭირდება ამოიტანა ვთხრიდი ძმაო სანამ მობობა მოვიდო და ამოუთხარე საკაიფოდ და მე ჩავობიდ და ამოვისვით თუმცა მოაისვაბი მიაყენა ეგრევე ეს რას ხრიდიც? ამის მერე ბიჭებო არ იწვალოთ ჩემით გავიტყრი ხოლმე ზაბავსა და ჩიკოს დაუ. აჰა. ახარი. ჩემი რაღაც ვიპოვეთ. ჩემი კარგი შენია თუ არა? ტუჩიას. მართლა ტუჩი ახაგდია. საწავიდო და ჩემს გარდა არავინ არ ვარდება. აღდგება შეჩემა. შეჩემა თავიზე. რაღაც ნაწლები დავკარგეო რომ ამბობდი აჰა ძმაო. აი ეს არის ამ 4 ადგილები ხო? ეს არის წინასაბურავი და ის არის უკანაში. ჩემი. აი იქიდან გამოვედი. ჩადი რამ სიღრმეა გამოვაჩინოთ იმ ნახე სად არის კაცი ჩავარდნილი იმენა. აი პირველ ფეს დავასხდი პირველი რა. ამომიყვანე. წავალ კაცი. პირველი ფეს დავასხდი წინა მარჯვენა საბურავი და მერე ამას. აჰა. ერთმა საბურავმა იმენა ორჯერ დაიღო თავის. საკაიფო. არა, მართლა ყველაზე ღრმა არის. მერე ნახე აღარაფერია და მე კიდე ჩავაყო. თვით აღიარება ისე ჯობია ხა ვინა დამტრეულა მაგიტომაც ვიდეოში ჩავსვათ ხა აპონტია ხა უნდა გაგიბაზრონ ტარება არის რა კაცი კინზე დადის აგერ თესლი ტრუკი ჩაგიტარებია ძმა კაი ძალიან ცუდი ადგილია გავიდეთ აქ ნუ არ გავჩერდები სანამ ვიღა ადგილიო მე სანამ ჩიკოსნაირია შემოვარდა კიდე ვიღაცა წავედით იმენა მოდა ხედავ ძმაო რამდენი ვიფრინე ვიშხუილე და რა თესალა დავამტყრე იუველირნად რა მაინც არ გაფუჭდა ძმაო კარებები არ გაფუჭდა ქვედა 2 გიტარა იყო და ის 2 რადიატორი მიუხედავად ამ ხელა ავარიისა დიდი არაფერი მაინც ხო არა ცეჩი ანუ რა პროსტო შენ არ გინახია თორე რო გენახა თვალით გამბოდი იტყოდი რომ ეხა ეს უეჭველი ტოტალია ბიჭო მანქანა ისევ იქაგდია ვარკეთილში ვარკეთილში აყენია ხო იმიტომ რომ აქედან რო წავე სადღაც ხო უნდა წამეყო შუაბაში ძეზე ხო არ დავაგდებდი შეჩემა ჩამოფშკვნილს და წავიღეთ აქედან ეგრევე მათესთან გავაქანეთ და ისვენით რა ქვე ზემოთად მანქანასაც მალე მივხედავთ არის ნერვიულო ძმაო რა მათესთან ნავაგდი რაღაცები მოვასწარი რაღაცები რეები გაუკეთე ბიჭო დისკი იყო 1 ცალი გატეხილი ეგ გავაკეთე 2 ცალი რა ქვედა გიტარა იყო გატეხილი და ეგ გამოვცვალე და 2 რადიატორი მისამართი მითხრეს მივედი ძმაო და გაიჩნდა ბუბუ ხო და ბუბუ ასე თქვა მაჩუკა ეგ რადიატორები რა გეხმარებაო? გიგარი ძმა, მადლობა ჩვენგანაც. ხო, რა ფული რის ფულიო, შენი გაგჭირვებიო, პროსტა ხო არ მოიკითხავდი ამ რადიატორებსო და წადი არაფერი არ გვინდაო ძმაო, მიხედეო, მანქანას თუ რამე დაგჭირდება,
აქა ვართო, უღრმესი მადლობა ძმაო. ანუ რანენ დრაივამდე მიიყვანე? კი, კაცო, ანუ მიმოძრავი კიდევაც გამოვედი რაზვალზე გავიყვან, რაზვალზე უნდა გამეყვანე, იმიტომ რომ საბურავი ცოტა გვერდულად ადგას და დიდი ალბათობით კიდე შეიძლება რაღაცა გაღუნული ან არ არის გაღუნული, ხუივოზნაირად ან შეიძლება დისკი იტყუება ან რაღაცა. და просто ანუ იქოგება დადის რა. თორე გარედან ჩამოვხსენი, ჩამოუშალე ყველაფერი ვაფშე. და შიგნითაც გადარჩენილი არაფერი არ არის დალეწილი რა ეს კრელოსამაგრები და რაღაცა ფარის ამაკ. ხო არა ბიჭო მართლა გადაობის გარეშე მოგო. არაფერი არ არის გაფუჭებული. პლასმასები არ არის დამტო კულერი მე მეგონა კულერი აი გაგნეჯილი იქნება ქვემოდან. ტრავერსი კულერი ავი ვაფშე ყველაფერი. ვაფშე არაფერი არ ჭირდება რა. ძალიან კაი, ძალიან კაი. დავეშვით ხა ბიბიარზესაც მივხედოთ ცოტა თუ ჩავახციეთ ოღონდ. მონაყულს არ დაიჯერებდით ხო? დამაყენე და არა ძმაო ჩვენ თვალს ბიჭო ხალხისთვის თორე ჩვენ შენზე ვზრუნავ. შენ იმიჯზე ბიჭო რო არ თქვა მე ეს მაინც და მაინც ფესტივალზე რომ მოგინდა დამტრევა ისე ვერ დაიმტრევოდი ჩუმად თავგადასავალი გრძელდება მოკლედ რომელი საათია 17:20 შევიცვალეთ ახლა და ცოტა ხანში მე ჩიკო გადმოждდება კაროჩე ვაკიდან დიღმამდე ალბათ 1-3 საათი კიდე დაგჭირდება რა აპარატთან გაუშვით ახლა წყალი უთხართ და ჩამოაგდეო ვიდეოსაც დავახვედრებ და GoPro-საც ჩავთავ. იმედი არ გამოვარდება ახლა გიჟივით. ბიჭო ოიცი აი მაგრე მიდი გლიჯეს ნახე ბიჭო სხვისი მანქანა მოგიყვანი და მე მოგეთ იმდენი მეჭორავა ემი ხوار გავხადოთ ის ხوار ხა სანამ დედა არ ანი ხო არა კი ვიძახდი მეთქი რაში აინტერესებს მათემ ჩემი მანქანის გასაღები სად არის მიშლის და რას უშლის მეთქი გდია კუთხეში მოდი გასასიფარები აყენია ბოზოში დაგუხე მანქანა ნაღდი ემპაკეტია ბიჭო ძმაო მე აბრაკადაბრა იმენა სალ всё ძმაო გამოიყვანე ეს გარი ცანგანიერია ხო ჯოები არ გაკლია, მაგრამ ბევრი წამოგიღე. აჰა, ძმაო, იქ რომ მოსურდი, ცუდი სუნი იდგებოდა და ჩაჯმულე. წამოდი. წამოდი, აბა აქ რა არის? საბურავები აგე შენ გადმოგცე საქედან რომ მეტი აღარ მოსურდესო. სულ ახალი ორი უკან შეგიძლია დააყენო და ამ ბრიჯსტოუნებით უკვე იარო ისე როგორც საჭიროა. ცოტა ნაძი. ამ საბურავებით კი დაიმწრეოდი, შეჩება, აბა. ქერქებია დარჩე, ქერქებს უყიდულობდით ხოლმე 20 მოკლედ, საბურავები გაქვს, ჯოები გაქვს, ჰელი გაქვს, ყველაფერი გაქვს. ეხა მანქანაზე გავიაროთ ზედაპირულად. ნუ დანარჩენს ახლა შეღებოს და იმას შენ თუ მიხედავ, მაგრამ ხო, არა, ეგ უეჭველი, იმიტომ რომ და რა შვების. ბიჭო, არაფერს ამას ვტოვებ, იმიტომ რომ, რა ვიცი, ბრენდი აყენია, დაკანონებულია, საბუთი მაქვს და რა ვიცი. დანარჩენი რაც იქნება, იქნება. ხო, არა, აუ, ძალიან მაგარია. ანუ ძველი რაც იყო, ის თავისი, აი ამ ფარზე მთავრდებოდა ზუსტად. 1.18 არის მე მგონი. შეხედე. ასე ამხელა. დავაში ფარებიც, უკეთესი ფარებია ესე თქო, იმაზე ძველი ჩვეულებრივი ეყენა, ამაზე უკვე სულ ახალი რესტი საკაიფო ფარები ანათებს. წინაც ხვირი პირადად ვიტყვი, ეხა ეს ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დონეზე ქარხმული იყო თავიდან ის მანქანა, კიდე უნდა გავაჭყერო, რომ მეუბნებოდა რომ ხო არ დავაყენო ემის ბამპერიო, მეუბნებოდა გაეშვი, იმიტომ რომ
მოვლილია სადაა რაღაც საკაიფო. ქარხნული მაინც ქარხნული. ეხა უკვე ქარხნული აღარა, ეხა უკვე ნარბენია ეს მანქანა, ამიტომ ესეთი რაღაცები უკვე მოსულა. მე მგონი ეხა უკანაკრილოების შემოხეთქება უნდა ერთი. ასე white body-ზე გადა. და უკან ძალიან ვიწროა ეხა, რასაც უკვე. ეხა სტუგზაც არ წავიდეს, მე LS-ი გვექნება საჩალიჩო. კაროჩე ეს გამოვიდა ფინალში, აღარ დაიმპრე, დამწროები მარტო შეჯიბრზე. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. პარა თესლია, ძალიან თესლია. ეხა შევაგდებთ სამღებროზე და ეგ არის. კი ბატონო, ეხა გააჯმეინია. ავაჯმევინო და ნახო ბიარზე უნდა შევაყენო უკან. მოგრად, ჩიკო სიურპრიზები ერთია, მაგრამ სიურპრიზები ამ ვიდეოში კიდევ არის, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ვთქვი რომ ვისოლის გათამაშება არის და დღეს გავათამაშებთ მაგ ვისოლის 100 ლიტრ საწვავს და დღეს გახდება ერთ-ერთი თქვენგანი გამარჯვებული. ჩიკო გახარებულია, ეხლა დროა ჩვენი მაყურებელიც გავახაროთ. სამწუხაროდ ერთი გამარჯვებული გვეყოლა, მაგრამ აქამ თავდება გათამაშებები. დავიწყოთ ახლა ვისოლის გათამაშება. ჩვენ გადმოგცეს ესეთი საწვავი, რომელიც უნდა გავათამაშოთ ჩვენს აუდიტორიაში. 100 ლიტრი სუპერი გათამაშდება დღევანდელ ვიდეოში. ბევრს არ მოგაცნენთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა. ეხლა დავაკოპიროთ ლინკი. სანამ გაფილტრავს კომენტარებს, სანამ კომენტარები გაიფილტრება, გეტყვით რომ ეს ბიარზის უკვე დასრულებულია. მინდა გამოვიდე ერთ-ერთ შეჯიბრზე, King-ზე, რომელიც ტარდება Lilo არენაზე. გასართობად მაინც ვერ ვეშვები, ეხლა დიდად ვეღარ ვემზადები, აღარ მაქვს იმდენი დრო, რომ ყოველ დღე ვემზადებოდი და ამ მანქანის ქვეშ ვეგდო, მაგრამ დრიფტერი ვიყავი და მინდა გავაგზავნო ეს ჩემი სპორტის სიყვარული და ამ მანქანით მივიღებ მონაწილეობას. საკმაოდ კარგად გამოიყურება, ამის ვიდეოს უკვე დავდეთ. ზევით მუსტანგი კიდია, ჩვენი ნაუმარი ბებერი მუსტანგი. ახლა ამას ყველაფერს გავასვეჟებ. ექნება თავისი კარგი ლამაზი იერსახე, როგორც იყო თავიდან პრეზენტაცია რო გავაკეთეთ ამ მანქანას და ესაც ჯერჯერობით მე მყავს. კი, ვყიდი, ჩანაფიქში მაქვს რომ გავყიდო, მაგრამ ჯერჯერობით აქ არის ბოქს ამშვენებს. აქ რა ხდება? ჯერ ითვლის 2700 კომენტარს გაცდა, ეხაც ავა 5000 კომენტარამდე ეწერია თუ სწორად მახსოვს. მოგეთ, ეს ბოქსი არის გადაძერძგილი. აქ არის კიდე დისკები, აქ ხედავთ, ეს დისკები ჯერ არ გვინახებია თქვენთვის და საიდუმლოდ შევინახავთ ცოტა ხნით. სხვა პროექტები, რომელიც დაგეგმილია სამომავლოდ იმ პროექტებისთვის წინასწარ შეძენილი დისკებია. აქ ეს დიდი ყუთები, იქით შეფუთული ბამპერები, ეს ბოდი კიტი არის ერთ-ერთი პროექტის. ეგ პროექტი ძალიან მალე განხორციელდება. მოკლედ, ორი მოდი ამას დავაანონსებ. ორი ახალი მანქანა ჩამოდის ჩვენი არხისთვის და მაგ ყველაფრისთვის არის ეს ნაწილები და ძალიან მალე გაიგებთ თუ რა ავტომობილებია და რისთვის ვაკეთებთ მაგ ყველაფერს. კომენტარები 4900, 5000 დაველოდოთ მე მგონი. всё. 5069 კომენტარი დაიწერა ჩვენ ვიდეოზე. GLS-ი გადავიღეთ, მან უნდა დაგეწერათ კომენტარი და ერთ-ერთი გახდება დღეს გამარჯვებული 100 ლიტრი საწვავი ვისოლისგან. 1, 2 და 3. აჰა, გულები მოგვაყარა ანდრია კილაძემ მოიგო 100 ლიტრი სუპერი ვისოლისგან, ჩვენგან, უხეში ხალხისგან. Facebook-ზე უნდა მოგწერო ანდრია. შეხვდებით და გადმოგცემთ ამ 100 ლიტრ საწვავს. მაგრამ ანდრია არ არის, იმან არ მოგწეროს. კი, უბრალოდ არ მოგწერთ, იმიტომ ჩვენ ვამოწმოთ ამ კომენტარებს და ისე გამოვალთ ხოლმე გამარჯვებას. ანუ ანდრიას დავაზუსტებთ, რომ ანდრიაა მოსული ჩვენთან და ისე გადავცემთ ამ 100 ლიტრ საწვავს. აქ არ მთავრდება გათამაშება, ცოტა ხანი ჩავკეცავ. იმიტომ რომ გათამაშება ამ ვიდეოშიც იქნება, კომენტარი უნდა დაწეროთ. ეს გათამაშება არის Tegeta Motors-ის ჩვენ არხზე, სადაც ჩვენ გავათამაშებთ 4 საბურავს. Tegeta Motors-ის Bridgestone-ები უნდა გავათამაშოთ 4 ცალი. კომენტარი უნდა დაწეროთ hashtag-ით გაიარე მეტი Bridgestone-ით და ავტომატურად ხვდებით გათამაშებაში. ამ ვიდეოს ქვეშ, მხოლოდ YouTube-ზე, მხოლოდ ამ ვიდეოს ქვეშ, რა თქმა უნდა, არხი გამოწერილი უნდა გქონდეთ, დალაიქებული უნდა გქონდეთ ვიდეო და კომენტარის გარეშე ვერ მიიღებთ მონაწილეობას ამ გათამაშებაში. დღეისათვის სულ ეს იყო, ეს ბოქსი შეგვიძლია ჩავაქროთ, ავტომობილები დავასვენოთ
ბიარზის კიდე რამე ჩასწორება თუ დაჭირდა მაგასაც მიეხედება, მალე ჩიკოს მანქანა შეიკებება და მე მგონი საკმაოდ ბედნიერი ვიდეო გამოვიდა. უბედურებაზე აგებული ბედნიერი ვიდეო გამოგვივიდა. დღეისათვის სულ ეს იყო, მე დაგემშვიდობებით დროებით, მომავალ შეხვედრამდე და რა თქმა უნდა, პროექტები წინ არის, პროექტები გზაშია. უხეში ტესტ-დრაივებიც იხოდება და ჩვენ უხეში ხალხი მზად ვართ იმისთვის, რომ უხეში ვიდეოები შემოგთავაზოთ. დროებით, გემშვიდობებით.